ვალილედ მბაძე 7 წლის. სწავლობ 29-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა, სიმღერები, სახლის დალაგება და ოლიმპიადები. როდესაც 4 წლის ვიყავ, ბაღში დავდიოდი, ძალიან ბევრ ხატვას მასწავლიდნენ და როდესაც ახლა 7 წლის გავხდი, ვისწავლე ხატვა. მე ვიცი გოგოს ხატვა, ცისარტყელას, სახლების, სტიჩის დახატვა ვიცი, ყვავილები, იების დახატვა ვიცი, კიდე მზეს დახატვა ვიცი, ხის დახატვა ვიცი, ჩემს სკოლის დახატვა ვიცი და ჩემი მეგობრების დახატვა ვიცი. ყველაზე რთულია ნამდვილი ბინის დახატვა. სინამდვილეში ბინებიმა ისეთ ვერ ვხატავ. ადვილია ხილის და ვაზის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ძალიან ცუდი ფერია, მე ნამდვილად არ მიხდება ეს ყველაფერი, იუბკა და რაღაცები კი მიხდება, მაგრამ ყველაფერი არ მომწონს. ვაგროვებ ნახატებს და მაქვს სახში 4 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა გავყიდო და ფული ვიშოვო. 4 ცალი ეღირება 30 ლარი. მე ფული როდესაც მაქვს ძირითადად ხარჯავ ტკბილეულებში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია შოკოლადი. საყვარელი საჭმელია ხინკალი. მე ვარ კარგი დიასახლისი. უკვე ვიცი ეს ყველაფერი. ჭურჭლის გარეთ სხვა, ნამტხვრის გაკეთება, ოთახის დალაგება, მაგიდის გადმოწმენდა, საჭმლის გაკეთება. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. მაშინ დედიკოსთან ერთად გავაკეთე ნამცხვარი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ყავის მოდუღება. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მოსწავლებელი მყავს და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ანიტა ზაქარაძე. ყველაზე ჭკვიანია სესილი მიქელაძე. ყველაზე მშვიდია ემილი შაინიძე. ყველაზე ცერქია შოთიკო მიქელაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, კეთილი, პრანჭია და ხატვარი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ცირა თურმანიძე. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, გვეყვირის, კარგი მასწავლებელია და ჩვენ კლასელებს ძალიან გვიყვარს. რო გავეზდები დიდი, მინდა რომ გამოვიდე მხატვარი. პატარა რომ ვიყავი, მინდოდა რომ გამოვსული ვიყავი მომღერალი. თუ მხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მოცეკვავი. ცეკვა ახალაც მიყვარს და 2 წელია ცეკვავ ჩვენ შვილებში. ცეკვაზე რომ შევსული ვიყავი, ეს იყო დედიკოს სურვილი. მე არ მინდოდა, მაგრამ მე მომეწონა. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ცერებზე დგომა. ყველაზე ადვილი იყო ტრიალი. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. ახლა აქ ვერ ვაკეთებ. ერთხელ მქონდა კონცერტი და ძალიან მომეწონა. ბევრი ხალხი დაესწრო და ყველას მოეწონა. მე მინდა კონცერტი მქონდეს თბილისში. სიმღერაც კარგად გამომდის, მაგრამ სამწუხაროდ მიკროფონი არ მაქვს. სიამოვნებით ვიმღერებდი დიდ სცენას. ჩემი საყვარელი სიმღერა ჩემი ხატია. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. ახლა მინდა რომ ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ ვიქნები ძალიან ჭკვიანი და ლამაზი. ვარ ძალიან ლამაზი გოგო და მიხდება გაპრანჭვა. გაპრანჭვის ნიჭი მაქვს დედიკოსგან. გაპრანჭვის მერე ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრობა სალო დედასთან. სახლში ვცხოვრობ ცურ, მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ლუკა. ის არის ჭკვიანი, ცელქი და ძალიან უყვარს მანქანების თამაში. ჩემი აზრით
ლუკან რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, ხიარული, უშიშარი და მშრომელი. მე ვარ მისი პრინცესა და მისრულებს ყველა სურვილს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საყვარელი და ძალიან მიყვარს. მიყვარს კითხვა განსაკუთრებით ზღაპრების. ჩემი საყვარელი ზღაპარია წითელქუდა. მინდა ვიყო წითელქუდა, მაგრამ გელმა არ შემჭამოს. მე ვარ ჭკვიანი გოგო და მონაწილეობ ოლიმპიადაზე. უკვე 3 ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა. ადვილი იმიტომ მგონია, რომ ყველაფერს ადვილად ვწავლობ. მე რომ ასეთი კარგი გოგო ვარ, დედიკოს და მამიკოს დამსახურება. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდები მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, ვიყიდი ინგრედიენტებს და გავაკეთებ საჭმელებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილედ დამიტოვა შეკითხვა. ლილე რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ლილე დამარქვა დედიკომ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ლილე რომ არ მერქვას მერქმეოდა ელენე. შემდეგ მონაწილეს ვუტევებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 13. ბედნიერება არის ოჯახთან ურთიერთობა, თამაში, სწავლა და ოჯახთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.